საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისთვის შეფარდებული $1,000,000 გირაოს უზრუნველყოფისთვის თბილისში მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინა ჩადო, რომელშიც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ამის შესახებ ღარიბაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს. მათი თქმით, სასამართლოს შუამდგომლობით თავად მიმართეს, რომ შეფარდებული გირაო უძრავი ქონებით ყოფილიყო უზრუნველყოფილი. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს $1,000,000 ოდენობით გირაო 24 ოქტომბერს შეეფარდა. მას ასევე ააკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი. ღარიბაშვილს გირაოს გადასახდელად 30 დღიანი ვადა მისცეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა. ბრალდების თანახმად ქართული ოცნების ორგზის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფარულად და შენიღბულად აქტიურად ახორციელებდა კანონით აკრძალულ სხვადასხვა ტიპის ბიზნეს საქმიანობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს იღებდა. როგორც პროკურატურაში ამბობენ, ღარიბაშვილი დეკლარაციაში ალბმონაცემებს უთითებდა თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხას. უწყების განმარტებითვე ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკისას $6,500,000 ამერიკული დოლარი იქნა ამოღებული. ყოფილ პრემიერს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.